ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იუსტონ პიტერსმა პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბან კი მუნთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს პიტერსმა ისაუბრა უნიკალურ ურთიერთობაზე, რომელიც ახალ ზელანდიას კუკის კუნძულებთან აკავშირებს. ახალი ზელანდიის მთავრობა განაცხენდა, როცა კუკის კუნძულების პრემიერ-მინისტრმა მარკ ბრაუნმა ჩინეთთან თანამშრომლობის შეთანხმების პროექტის ხელმოწერამდე მისი შინაარსი არ გაასაჯაროვა. მინდა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ვიმუშაო, რათა განვახორციელოთ ორი ლიდერის მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმება, გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა, შევინარჩუნოთ პირველობისკენ სწრაფა და ჩინეთსა და ახალ ზელანდიას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა იყოს ჯანსაღ და სწორ გზაზე. კუკის კუნძულების მოქალაქეებს ახალი ზელანდიის პასპორტები აქვთ. ამის სანაცვლოდ კუკის კუნძულების მთავრობა ვალდებულია კონსულტაცია გაიაროს ახალ ზელანდიასთან იმ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება მის ინტერესებს შეეხოს. რეალურად ჯანსაღი ურთიერთობების ნიშანია ის, რომ ჩვენ შეგვიძლია აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად მნიშვნელოვან საკითხებზე თანამშრომლობა. ახალი ზელანდიისთვის კარგად მოგეხსენებათ ჩვენი ამბიცია, რომ წყნარი ოკეანის რეგიონი იყოს მშვიდობიანი, ეკონომიკურად განვითარებული და ფოკუსირებული წყნარი ოკეანის ქვეყნებით მართული ინსტიტუტების გაძლიერებაზე. ჩვენი კავშირი წყნარ ოკეანესთან ღრმაა. ის მოიცავს ახალ ზელანდიის სამფლობელოს ნაწილად მიჩნეულ კუკის კუნძულებს, ნიუესა და ტოკელაუს. ახალი ზელანდიის ვიცე-პრემიერმა თავისი ტურნე საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტით დაიწყო. პეკინის შემდეგ ის მონღოლეთსა და სამხრეთ კორეას ეწვევა.